და კვლავ საქართველოს და მთავრობის ხდომა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებებს სოფო ბერიძე გაგვაცნობს. მთავრობის ხდომა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში დასრულდა რამდენიმე წუთის წინ და რამდენიმე წუთის წინ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ის გამოეხმაურა გუშინ 112-ში შესულ შეტყობინებებს იმის თაობაზე, რომ რუსთავიერსა და იმედში არსებობდა ნაღმი. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს იყო ბოროტი ხუმრობების სერია. გამომდინარე იქიდან, რომ ორი ზარის ავტორი იყო არასრულწლოვანი, შინაგან საქმეთა მინისტრი მოუწოდებს მშობლებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საკუთარ შვილებს და აუკრძალონ მსგავსი ტიპის სატელეფონო ზარების განხორციელება. თავის მხრივ კი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს იმასაც, რომ უწყება კანონის გამკაცრებაზე მუშაობს. რაღაც ბოროტი ხუმრობების სერია, მე არ მიცხოვრო სხვამას რა უწოდო, თუ არა ეს რაღაც. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ორგანიზებული, მაგრამ ჩვენ საბოლოო ჯამში გავარკვევთ, რომ აქედან შეტყობინების ავტორი იყვნენ, სამწუხაროდ იყვნენ არასრულწლოვანი ბავშვები, 10 წლის, 12 წლის ბავშვები. ასევე დავაკავეთ გუშინ, absolut ყველაფერი დადგენილია, დაკავებულია. როგორც სამწუხარო ფაქტია, რომ მშობლები ვერ აქცევენ სათანადო ყურადღებას თავის შვილებს და მე აქვე მინდა ვისაგებ შემთხვევები და მოუწოდო ყველა მშობლებს, რომ მაქსიმალურ ყურადღება მიაქციონ და აუგრძალონ ბავშვებს მსგავსი ბოროტი ხუმრობების ჩადენა. რაც შეეხება ჩვენს ინიციატივას, რომ გავამკაცოთ ეს კანონმდებლობა, ეს კანონი, კერძოდ რომელიც ეხება სრულშეტყობინების ასე ვთქვათ, გამკაცრებას, ამას ჩვენ ფორსირებულად ძალიან მოკლე ვადაში იმედი მაქვს, რომ დავამტკიცებთ პარლამენტში გადავგზავნით და ამის შემდეგ ყველა სრულშეტყობინის ავტორი ძალიან მკაცრად იქნება დარჩილი, რომ ვეღარ გაბედოს ვერავინ მსგავსი ანალოგიური ტიპის სრულშეტყობინის განხორციელება სხვა დღეებში. რაც შეეხება სხვა განცხადებებს, რომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით გაზრდილი პენსია არ აისახება სოციალური დახმარების მიმღებთა ქულებზე, ასევე სხვა თემები, რომელზეც იმსჯელეს, დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს რეგიონების განვითარების გეგმა, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა არასამთავრობოებთან და ამ თემაზეც იყო დღეს მსჯელობა მთავრობის ხდომაზე. სოციალური დახმარების მინიჭების სისტემაში არის რამოდენიმე ათეული ფაქტორი და ერთ-ერთი მათგანი არის ფინანსური შემოსავლები, რომელიც გავლენას პოულობს ქულებზე. რა თქმა უნდა, ალოგიკური იქნებოდა, რომ გაზრდილ პენსიას ქულები შეეცვალა და შესაბამისად დაეკარგათ გარკვეულ ადამიანებს და ესეც 20,000 აღნიშნებოდა პენსიის მომატების გამო დაეკარგათ სოციალური დახმარება. შესაბამისად ჩვენ გავაკეთეთ მეთოდოლოგიის მოდელირება, მთავრობისგან ავიღეთ ნებართვა და გაზრდილი პენსიები გავლენას არ იქონიებს სოციალურ შემწეობებზე. 7 მხარის ეკონომიკური განვითარების გეგმები, რომელიც ეხება ამ მხარეებში 2014-2021 წლებში ძირითადად გასატარებელ ღონისძიებებს რეგიონული განვითარების თვალსაზრისით. აქ არის მოცემული დიაგნოსტიკური შეფასება თითოეულ მხარეში არსებული მდგომარეობის შესახებ და მოცემულია ძირითადი სამიზნე ინდიკატორები, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდნენ ეს რეგიონები, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებისთვის. მათ შორის ცალკეული მიმართულებები მოცემულია უფრო დეტალურად. ეს ეხება ძირითადად სექტორებს, როგორც არის სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, გარემოსდაცვასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული აქცენტი აღებული არის ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების ხელშეწყობაზე და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად დაეხმარება ეს გეგმები რეგიონების განვითარებას. კიდევ ერთი თემა, მაესტრო ესაუბრა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს მარიამ ვალიშვილს, რომელმაც ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ სემეკის თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთ-ერთი კანდიდატი, რომელზეც სამინისტრო მსჯელობს, გახლავთ ესკოს მოქმედი თავმჯდომარე ირინა მილორავა და როგორც მარიამ ვალიშვილი ამბობს, ირინა მილორავა არის პროფესიონალი, რომელიც უკვე წლებია მუშაობს ენერგეტიკის სექტორში და მათი დიდი სურვილია, რომ პრემიერ-მინისტრმა სემეკის თავმჯდომარეობას კანდიდატად სწორედ ის წარადგინოს. დავადასტურებ, რომ ირინა ჩვენ სისტემაში უკვე ბევრი წელია მუშაობს, საკმაოდ კომპეტენტური არის და კვალიფიციური ამ მიმართულებით და ბუნებრივი არის ეს ფორმალურ დადასტურება მას არ ქია, მაგრამ ჩვენი სურვილი არის ენერგეტიკის სექტორის, რომ სწორედ ის იყოს სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავის კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და დაამტკიცებს. მთავრობის ხდომა კი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში იმართება იმის გამო, რომ სახელმწიფო კანცელარიის მე-12 სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პირდაპირ ეთერში